No, ვიდრე ჩვენს ასე ვთქვათ მუშაობაზე გავაკეთებ აქცენტს, მე მინდა შეგახსენოთ ოპოზიცია რას ლაპარაკობდა დონალდ ტრამპთან დაკავშირებით 2020 წელს არჩევნების დასრულების შემდეგ, მაშინ თქვენ მოგეხსენებათ, რომ რეალურად გაყალბების შედეგად დაკარგა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის თანამდებობა. თქვენ გახსოვთ რა ხდებოდა იგივე საფოსტო გზავნილების კუთხით, როგორ ტარდებოდა ამერიკული არჩევნები 2020 წელს, რომ ყოფილიყო სუფთად ჩატარებული არჩევნები, რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპი ხელმეორედ იქნებოდა არჩეული პრეზიდენტის თანამდებობაზე, თუმცა განსხვავებული მიმართულებით განვითარდა ეს სცენარი და მაშინ მე მინდა შეგახსენოთ, რას ამბობდა ოპოზიცია და ეს არის 4-დან 3 წამყვანი რადიკალური ოპოზიციური პარტია. მეოთხე უბრალოდ მაშინ არ არსებობდა როგორც ოპოზიცია, თორე ისინიც იგივეს იტყოდნენ ალბათ კი არა დარწმუნებული ვარ. სააკაშვილი, ცოტა ხნის წინ Facebook-ზე სოციალ-მედიაში ტრიალებდა შესაბამისი განცხადებები. სააკაშვილი, გვარამია, სალომე სამანდაშვილი ლოლოდან უკიდურესად უხეში შეურაცხყოფელი ფორმებით მოიხსენიებდნენ ტრამპს და რა თქმა უნდა არქივი არ იშლება. ასეთ პირობებში რა თქმა უნდა მათ არავითარი შანსი არ აქვთ რომ რაიმე დადებითი კომუნიკაცია დაამყარონ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან. ერთადერთი არიან ამერიკელი კუბილიუსის, ჯო ვილსონის იმედზე. ეს არის და ეს, ანუ მეტი არაფერი რესურსი არ აქვთ. ეს გამოჩნდა ინაუგურაციის დღესაც, იქადნებოდნენ რომ ისინი იყვნენ მიწვეული ინაუგურაციაზე და ესწრებოდნენ ინაუგურაციას, თუმცა ნახეთ რომ მესამე და მეოთხე ოთახებში და ზოგი ოთახშიც ვერ მოხდა, ზოგს უწევდა შენობის გარეთ ტელევიზიით ინაუგურაციის ყურება. რეალურად ეს არის რას საკეთებს ოპოზიცია პრეზიდენტ ტრამპთან მიმართებით. ჩვენ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვართ აბსოლუტურად მოწოდებული რომ გქონდეს მჭიდრო თანამშრომლობა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან. დანარჩენი არის შედასამსახურებო, რა თქმა უნდა აქტიურად მუშაობთ იმისათვის რომ დამყარდეს მჭიდრო კომუნიკაცია. ამის ძალიან დიდი იმედი გვაქვს. კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული deep state-ის დამარცხებაზე. როგორც კი საბოლოოდ დამარცხდება deep state-ი, მაშინვე სრულფასოვნად აღდგება ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.